რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი უცხოური ძალები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას განაგრძობენ. მორიგი ასეთი შემთხვევა ვიხილეთ მიმდინარე კვირაში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან. ამჯერად ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ხელისუფლებისგან მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მოწვევას ითხოვს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოიწვიოს ეუთო ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ბრიტანეთის საელჩოს მოთხოვნას მაშინვე დაეთანხმნენ რადიკალები. მოარგეს საკუთარი დესტრუქციული დღის წესრიგი, მოაწყვეს ბრიფინგები და დაჟინებულად მოითხოვენ ეუთო ოდირის მოწვევას 2025 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად. უფლებამოსილებას ნაწილში ეს მე როგორც წავიკითხე და ეს გავეცანი, ეს არის რეკომენდაცია და დიახ, ეუთო ოდირი არის საერთაშორისო აღიარებული სადამკვირვებლო მისია საერთაშორისო, მათ შორის ქართველებიც მონაწილეობენ მასში, სხვადასხვა სახელმწიფოებში. შეთანხმება, რომელიც გაფორმდა საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის, მათ შორის რაცა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეხება თავთავიანად ქვეყანაში და ბუნებრივია ამ სტრატეგიული ხელშეკრულებიდან გამომდინარე წესს სწორედ ამას ბრიტანეთის საელჩო. ეუთო ოდირი თუ არ იქნება, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან, თუ ადგილობრივ დამკვირვებლებს აგენტებად გამოაცხადებენ, რის არჩევნებზე გადის ეს ხალხი, ვინც გასვლას აპირებს, შემთხვევით გაუგებარია. რადიკალების დღევანდელი განცხადებები, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთის მოთხოვნა ეუთო ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, არის ფარისევლობა და კიდევ ერთი დასტური იმის, რომ გარე ძალები საქართველოში დაინტერესებულები არიან არა დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებით, არამედ ხელისუფლებაზე მუდმივი ზეწოლით და ქვეყანაში დესტრუქციული დღის წესრიგის შექმნით. ამისთვის საჭიროა სულ რამდენიმე თვისწინანდელი მოვლენები გავიხსენოთ. 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან მეორე დღესვე რადიკალური ოპოზიცია ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე იწყებს მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ სიგიჟეში მათ მხარს უბამენ უცხოელი ლობისტებიც. მათი განცხადებები მწვანე შუქს უნთებს ოპოზიციას დაიწყონ რადიკალური პროცესები. ამავდროულად ქვეყნდება ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიის ეუთო ოდირის დასკვნა არჩევნებში შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ არჩევნები მშვიდად, დემოკრატიულად და კონკურენტუნარიან პირობებში ჩატარდა. 26 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამ მომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის. გუშინდელი არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის, არამედ ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია. ეს იყო კონკურენტული არჩევნები, თუმცა იყო შენიშვნები, რაც აჩვენებს, რომ არის გაუმჯობესების პოტენციალი. ანუ არჩევნები იყო კონკურენტული, შეგიძლიათ ისიც გითხრათ, იყო თუ არა თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ასეთ ტერმინებს არ ვეყიდებთ. ისე კი დემოკრატიის თვალსაზრისით არჩევნები იყო ადეკვატური, გაუმჯობესების პერსპექტივით. არც ოპოზიციას და არც მათ უცხოელ მოკავშირეებს ეუთო ოდირის დასკვნა არ აინტერესებთ. საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებასაც კი არ ელოდებიან. საბოლოო ჯამში პოლიტიკურ გაწყვეტილებას მე როგორ მივიღებ ეუთო ოდირი, მე ვერ მიკარნახებს ვერასოდეს. ის გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში. ეს არის პრობლემა. მაგრამ ეუთო ოდირი არის ყველაზე ცივი საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია. მის ანგარიშს არ უნდა დაელოდონ? ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსული არის ქუჩაში, მე კი არ გამოსული არის და არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ. პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. კრიზისი არის. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია. თანხმები ძალიან ბევრ პუნქტს დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა არ არის ჩემთვის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმებოდი შემთხვევით, რა თქმა უნდა. ვენესუელა და ნიკარაგუას გარდა არ აღიარეს არავინ ამ არჩევნების შედეგებს. ეხლა ველოდოთ დასკვნას, რა დაველოდოთ. ჩვენ ვერ დაველოდებით ვერცერთ შემთხვევაში სხვადასხვა ორგანიზაციების საბოლოო განაცხადს. ჩვენი გუნდი ძალიან საამაყო ამბობს, რომ არ არსებობს მანდატი არალეგიტიმურ გაყალბებულ რუსულ პარლამენტში, ეს მოახდენს ბევრად უფრო დიდ გავლენას ეუთოს დასკვნაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. არასასურველი დასკვნების გამო ეუთო ოდირი რადიკალების სამიზნე და თავდასხმის ობიექტი გახდა. ისინი არ აღიარებდნენ მისიის დასკვნებს და ჯიუტად აგრძელებდნენ არგუმენტების გარეშე მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. შევეგუებით
მოპარული არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. ჩვენ ვართ განრისხებულები. ეუთო ოდირზე შეტევა ხორციელდებოდა არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის მხრიდან, არამედ უცხოელი აქტორებისგანაც. უფრო კონკრეტულად კი რადიკალების მოკავშირე ევროპელი პარლამენტარებისგან. ანუ ევროპელი პარლამენტარები ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ევროპული სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციას იწყებენ. ამბობდნენ, რომ ეუთო ოდირის დასკვნები არადემოკრატიული რეჟიმების გავლენების ქვეშ იყო და მის სანდოობას ეჭქვეშ აყენებდნენ. სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ ოდირი არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან, და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ. უკვე ბევრი წითელი ხაზი გადაიკვეთა და ეს არჩევნების დიდი დარტყმა იყო საქართველოს მოქმედი მთავრობის ნდობაზე. თუ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და ლეგიტიმურობას, ესე იგი ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს ხალხი, ვინც გააყალბა არჩევნები. ეს არის არჩევნების ხელახლა ჩატარება ნეიტრალური ადმინისტრაციის მიერ, რისთვისაც შესაძლოა უცხოეთიდან სხვადასხვა რესურსების გამოყენება. იმიტომ რომ ჩვენ დღეს ხალხის ნამდვილი აზრი არ ვიცით. თუ ჩვენ ვხედავთ მასობრივ გაყალბებებს, მაშინ ასეთი არჩევნების შედეგების აღიარება ვერ მოხდება. ამავე პერიოდში დედაქალაქის ქუჩებში ძალადობრივი აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ანადგურებენ დედაქალაქის ინფრასტრუქტურას. სამართალდამცველებს დამიზნებით ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და ფეირვერკებს. ანტისამთავრობო აქციებში უცხოური ძალების ჩართულობა საკმაოდ დიდი იყო. მეტიც, ისინი ტრიბუნებიდან ახალისებდნენ ძალადობრივ პროცესებს. ეუთო ოდირის შესახებ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაკეთებული განცხადებების ფონზე ბრიტანეთის საელჩოსა და რადიკალების მოთხოვნა ხელისუფლებამ 2025 წლის არჩევნებზე ეუთო ოდირი მოიწვიოს საკმაოდ აბსურდულად გამოიყურება. თუმცა, აქ ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ ოპოზიციას საერთაშორისო დამკვირვებლებს მოითხოვს იმ არჩევნებში, რომელშიც მათივე თქმით მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. უკანასკნელი თვეებია, ამის გამო რადიკალებში დიდი დაპირისპირებაც მიმდინარეობს. ერთმანეთს ამუნათებენ, ეძახიან მოღალატეებს ყველას, ვინც არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. ეს კრიმინალთა და მოღალატეთა რეჟიმი ატარებს სპეცოპერაციას, რაშიც მონაწილეობა არც ერთმა ნორმალურმა პატრიოტულმა დემოკრატიულმა პარტიამ არ უნდა მიიღოს. არათავსებადია ერთმანეთთან იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს სერიოზულად განიხილავდნენ უკვე 4 თვით ადრე ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე. მე ვიცი ხარ რეგიონებში დადიან და ხალხს ელაპარაკებიან სიაში ვინ უნდა ყავდეთ და კანდიდატად ვინ უნდა ყავდეთ პოლიტიკური პარტიები. კი, ნამდვილად ვფლობ. მათ შორის გახარია და მათ შორის ლელო დადიან და ელაპარაკებიან ადამიანებს კონკრეტულად ვინ სიაში უნდა იყოს და როგორ. მე ხა მაგალითად ვიცი. საინტერესო კი ისაა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ისინი კი არ მოითხოვენ, ვინც მონაწილეობის მიღებას გეგმავს, არამედ ზუსტად ისინი, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. რამდენად უსუსურია დღევანდელი ნაცოპოზიცია ყველა მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯში ჩანს. რამდენიმე თვის წინ ის რადიკალები, რომლებიც ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არ აღიარებდნენ, დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე უწევთ დათანხმება. 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული დასკვნა საპარლამენტო არჩევნების შესახებ მაშინ მათთვის მიუღებელი იყო, რადგან ეუთო ოდირმა რადიკალებს სპეკულაციებისთვის ყველა ბერკეტი გამოაცალა. არაფერი ჰქონდათ ხელში, რითიც არჩევნების შედეგების არათუ გაყალბებას, არამედ მცირე გადაცდომას მაინც დაადასტურებდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2025 წლის არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ეუთო ოდირის მიერ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების პრაქტიკა არ არსებობს. არსებობს გამონაკლისები, თუმცა წლევანდელი არჩევნები გამონაკლისი არ იქნება. ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენს გქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო ოდირის მისიის მოწვევა. და რაც შეეხება ეუთო ოდირს, თქვენ იცით, რომ ეუთო ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და ეუთო ოდირმა დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ არ დაინტერესდა ამ დასკვნით. და დღეს იგივე ადამიანები
რომლებმაც საერთოდ სრული იგნორირება გაუგეთეს ეუთო ოდირის დასკვნას, გთხოვენ ჩვენ ეუთო ოდირის მოწვევას. პარლამენტის თავმჯდომარე კი უცხო ძალებს ახსენებს, რომ სწორედ ბრიტანეთის საელჩომ უარყო არასასურველი შედეგების მქონე დასკვნა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დაარღვია ვენის კონვენცია 51 მუხლი, მაშინ როდესაც ის წინა საარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის ქართული ოცნების წინააღმდეგ. არჩევნებამდე 10 დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთ სუბიექტს ქართულ ოცნების კრიტიკას და მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება იმისკენ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცათ ადამიანის ხოს. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 51 მუხლისა. კარგი, რახან ეს არ იკმარა ბრიტანეთის საელჩომ და ახლა გადავიდა სტრატეგიულ პატრიონის შეთანხმებაზე, აქაც ვეტყვი მას, რომ არათუ მუხლები აქვს დარღვეული. პირველი პრეამბულა აქვს დარღვეული ბრიტანეთის საელჩოს, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას და როდესაც ბრიტანეთის ელჩი ჩაერია არჩევნებში, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია. საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო? თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო ოდირი როგორ არ ჩამოყავთო? არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე. ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია 1995 წლიდან აკვირდება არჩევნებს. მისიის არსებობის 29 წლიანი ისტორიის მანძილზე ისინი საერთაშორისო დამკვირვებლად სულ 507-ჯერ იმყოფებოდნენ. 286 შემთხვევაში ეუთო ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, 123-ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებს, ადგილობრივს კი მხოლოდ 38 შემთხვევაში. ორგანიზაცია პრიორიტეტს ანიჭებს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეუთო თავად ამბობს უარს ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაზე და ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს ამაზე არ ხარჯავს. ოპოზიციისა და უცხოელი აქტორების მოთხოვნა არის მორიგი სპეკულაცია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. უცხო ქვეყნის ძალები ხშირად ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ოპოზიციის ხელით არეულობის შემოტანას ქვეყანაში და საკუთარი გავლენების გაძლიერებას. თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ყოველივე ეს მათთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება.